როგორი ხარჯება თქვენი ფული ბიუჯეტიდან ოცნების მთავრობა პოლიციის დღის აღსანიშნავად 1.500.000 ლარზე მეც გამოყოფს. ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. საქართველოში პოლიციის დღე 31 მაისს აღინიშნება. როგორ ემზადება ოცნება ამ დღისთვის? ვრცლად თამარ დემეტრაშვილი მოგვიყვება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრადიცია არც წელს დაარღვია. უწყებაში ყველა მიცის, რომ პოლიციის დღე ყოველ წელს 31 მაისს აღინიშნება, თუმცა ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის ტენდერის გამოცხადებაზე არც წელს უზრუნიათ და უფიქრიათ. 1.550.000 ლარი დაიხარჯება პოლიციის დღის საზეიმოდ აღნიშვნაზე და ფულს ერთ კონკრეტულ კომპანიას გადაუხდიან. შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთულ დოკუმენტებში მითითებულია, რომ ბაზრის კვლევა 3 კომპანიასთან ჩაატარეს, თუმცა საბოლოოდ კომპანია რუბიკონ გრუპი შეარჩიეს. შესაბამისად უწყება ითხოვს, რომ სწორედ მასთან გაფორმდეს ხელშეკრულება და შეზღუდული ვადების გამო, რა თქმა უნდა, ტენდერის გარეშე. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ესაა ჩვეული სტილი ქართული ოცნებისა, როცა გადამხდელების ფულის დაზოგვაზე არც კი ფიქრობენ, რაც როგორც წესი სწორედ ტენდერითა და კომპანიებს შორის კონკურენციით უნდა მიიღწეოდეს. ჩვენ საუბრობთ იმ ტენდერზე, რომელიც არის ტექნიკური, მაგალითად სცენის აწყობა. არავინ არ ეძახის მაგალითად ღონისძიების წამყვანზე ექსკლუზიური უფლებამოსილება ან მომღერალზე, ეს გასაგებია და გამარტივებულით უნდა გაკეთდეს. ეს ჩვენ უკეთესად ვიცით, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტრო. მაგრამ ის რომ სცენა არის სასაწყობი, ამაზე 2 თვით ადრე შესაძლებელია ჩატარება, რაც რა თქმა უნდა თანხებს დაზოგავს, იმიტომ რომ გამარტივებული წესით ჩატარებული და გაფორმებული ხელშეკრულება აძვირებს მომსახურებას. ეს პრაქტიკაში არის ესე. ოღონდ ქართული ოცნების ბუნებიდან გამომდინარე, აქ არის კიდევ მეორე მნიშვნელოვანი რისკი, ეს არის კორუფციული რისკი. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა გამარტივებული შესყიდვა უფორმდება ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ, ხშირ შემთხვევაში მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათლიებს. ობახიძემ გასცა დაპირება, რომ აღარ გაგრძელდებოდა ის მავნე კორუფციული პრაქტიკა, რომელიც უკავშირდებოდა სახელმწიფო შესყიდვებს. ბიუჯეტის ფლანგვა გრძელდება. კონკრეტული მაგალითი არის პოლიციის დღე, რომელიც თურმე უცაბედად თავს დაგვატყდა. ამის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო 1.5 მილიონს ყოველგვარი კონკურენციის, ყოველგვარი აუქციონის გარეშე, ესე რომ თქვა, დახარჯავს და ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ქართული ოცნება არა მხოლოდ არ ამბობს უარს კორუფციულ მისწრაფებებზე, არამედ აგრძელებს იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც უკავშირდებოდა ღარიბაშვილი ლილუაშვილის ჯგუფს. ნამდვილად წარმოუდგენელია ივანიშვილის მთავრობა, როგორი ექცევა საქართველოს მოსახლეობის ბიუჯეტს, გაღარიბებულ ბიუჯეტს, სადაც ხელფასები დაბალია, პენსიები დაბალია, 1.5 მილიონს გამოყოფს იმისთვის, რომ პირდაპირ შესყიდვის წესით გამოაცხადოს პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიების შესყიდვა. ეს არის სამარცხვინო ფაქტი. 1.5 მილიონი ლარი გახდება საჯიჯგნი თანხა სხვადასხვა კორუფციული ინტერესისთვის ქართული ოცნების პირობებში. ქართულ ოცნებაში ასეთ პრაქტიკას გამართლებულად მიიჩნევენ, მეტიც ამბობენ, რომ სხვა შემთხვევაში არის იმის რისკი, რომ ღონისძიება საერთოდ ჩაიშალოს, თუმცა ოცნების ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, ასეთივე რისკის შემცველი შეიძლება იყოს მაშინ ნებისმიერი ტენდერი, რომელსაც სახელმწიფო უწყებები აცხადებენ. ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ არის 26 მაისი, ახალი წელი და ასე შემდეგ, თუმცა ეს არის ეგრეთ წოდებული პრაქტიკა, როცა ტენდერის მიხედვით, იმის გამო, რომ საფრთხე არ შეექმნას ასეთი ღონისძიების ჩატარებას, ბაზრის კვლევის მიხედვით ფორმდება პირდაპირ ხელშეკრულება, მთავრობრივ გადაწყვეტილებით. შეიძლება ტენდერი გამოცხადდეს, თქვენ მოიგოთ და მე რაღაც ჩატარდეს ღონისძიება, იმიტომ რომ ვერ შეასრულოთ ტენდერით აღებული ვალდებულებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთულ დასაბუთებაში განმარტავს, რომ ღონისძიების უხარვეზო და მაღალ დონეზე ჩატარება პოლიციის იმიჯისთვისაა მნიშვნელოვანი, ამიტომაც არც მალავენ, რომ ამჯობინეს საქმე მათთვის სანდო და გამოცდილ კომპანიასთან დაეჭირათ.